დღევანდელი ჩემი სტუმარი ძალიან საინტერესო ადამიანია. ის არის ყოფილი პოლიტიკოსი. იყო პარლამენტარიც, ასევე შიდა ქართლის გუბერნატორიც. ამჟამად არის კერძო სექტორში და ეწევა ძალიან კარგ საქმიანობას. დღევანდელი ჩემი სტუმარი გახლავთ გიგი ხოჯივანიშვილი. დაელოდეთ გადაცემას. გიგისთან ერთად ვისაუბრებთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ისეთ სენსიტიურ საკითხებზე, როგორიც არის ეკოლოგია, სუფთა ჰაერი. მოკლედ პროექციაში ყავს გიგი. დაგველოდეთ. მოგესალმები გიგი. მოგესალმებით ზიად. ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემთან ხარ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა პროექციაში, ამ უხუცეს გადაცემაში. მიხარია, რომ შენ ჩემს სტუმარი ხარ დღეს. როგორ ხარ? პირიქით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს და ჩემთვისაც სასიამოვნო და პატივიცაა ამ გადაცემაში მონაწილეობის მიღება. მე ჩემს წარდგენაში აღნიშნე კიდეც მადლობა იმისთვის, რომ აგერ უკვე 5 თვეა გადაცემა პროექციის სპონსორი ხარ და აუცილებლად ეს ჩემთვის განსაკუთრებული მოტივაცია და ფიქრობ, რომ განსაკუთრებით რეგიონებში ყოველთვის არის პრობლემა ხოლმე ბიზნესი და აინტერესო კულტურის მიმართულებით და მე მგონი თანდათანობით რეგიონშიც ავიდგით ენა ამ საკითხში. კი, ნამდვილად. ზოგადად ბიზნეს საქმიანობის გარდა გარკვეულ პასუხისმგებლობებსაც მოიცავს და ეს გარკვეულწილად არის ნაწილობრივ მაინც სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილიც, რომ იმ რეგიონში თუნდაც სადაც ოპერირებს ესა თუ ის კომპანია, იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილი და ალბათ ჟურნალისტიკის და მსგავსი ტიპის გადაცემების ხარდაჭერაც სწორედ ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა. როდესაც გავიცანი, ასე ვთქვათ, შენი ოჯახის ისტორიას, თუ პათეტიკურად არ ჟღერს, მივხვდი, რომ ამ ოჯახში შეუძლებელი იყო, რომ არ ყოფილიყავი რეალიზებული. ეს უბრალოდ მე ზახშირად ფიქრობ ხოლმე, რომ ეს ხომ არ არის ერთგვარი რთული მოცემულობა ბავშვისთვის. ქონდა რეალურად არჩევანი თუ უბრალოდ, როდესაც ბაბუიდან მოყოლებული და ბაბუის მამიდან მოყოლებული რაღაც ყველა ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობებში არის და ამაზე ალბათ ისაუბრებ კიდეც. გარდაუვალი იყო შენ შემთხვევაში ის, რომ ყოფილიყავი რეალიზებული, შემდგარი და საქმიანი აუცილებლად მინიმუმ. მადლობა ამ საკითხის წამოწევისთვის და ხაზგასმისთვის. ის რა არის ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანს გააჩნდეს პატივისცემა თავის წინაპრების მიმართ. და როდესაც ეს პატივისცემა თან ეფუძნება იმას, რომ ამ ადამიანებს უშუალოდ როლი აქვს შენ განვითარებაში მიღებული, შენ როგორც ადამიანის კაცად ჩამოყალიბებაში გარკვეული და მნიშვნელოვანი ფუნქცია და როლი აქვს ამ ადამიანებს შესრულებული, ეს კიდევ უფრო დამატებით პასუხისმგებლობასაც მატებს თითოეულ ესეთ პიროვნებას. ჩემ შემთხვევაშიც ესე იყო, მე გავიზარდე პედაგოგების, ექიმების ოჯახში და ბუნებრივია მათი საქმიანობის, მათი ყოველდღიური საზოგადოებაზე ზრუნვის შემხედვარე მეც რაღაცა გარკვეულწილად ალბათ თავისთავად და ასე ვთქვათ ბუნებრივად ჩამომიყალიბდა გარკვეული უნარები, რომელიც შემდგომში რა თქმა უნდა დამეხმარა ჩემი საქმიანობის პერიოდში. მათ შორის სახელმწიფო საქმიანობის პერიოდში. როგორ გახსენდება ზოგადად ბავშვობა მაინც? აი როგორი იყო მაინც შენი ბავშვობა? დღეს ახლა, როდესაც ფიქრობ, რა განცდით, რა ემოციით გახსენდება ბავშვობა? ცოტა რომ ვისაუბროთ კიდევ ამაზე. ბავშვობა ალბათ ის ეტაპია, რომელიც ყველაზე udardeli პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. მართალია ჩვენი თაობის ბავშვობა უკავშირდება 90-იან წლებს. იმ პერიოდში ალბათ უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა ოჯახების საქართველოში გარკვეული პრობლემების წინაშე იდგა, ყოფითი პრობლემები, ცხოვრებისეული პრობლემები, ამ მხრივ არ ჩვენი ოჯახი არ იყო გამორჩეული, მაგრამ მაინც ეს იყო ალბათ ის პერიოდი, რომელიც ყველაზე ხალისით, ყველაზე დიდი სიხარულით შეიძლება მოიგონოს ადამიანმა და მართლაც ჩემი მშობლებიც, პაპები, ბებიებიც ყველა ზრუნავდა იმაზე თავის საქმიანობით, თავისი პროფესიული, ყოველდღიური საქმიანობის ჭრილში, რომ ჩვენთვის, ამ შემთხვევაში ჩემთვის და ჩემი ძმისთვის
ყველა პირობა ყოფილიყო შექმნილი იმისთვის, რომ ჩვენ კარგი მოქალაქეები გავზრდილიყავით რაღაცა პოზიტიური როლი შეგვესრულებინა ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩვენი ქალაქისთვის, სადაც ჩვენ ვიზრდებოდით და რა თქმა უნდა, მაშინ ალბათ სათანადოდ ვერ ვაფასებდით იმ ყველაფერს, რომელიც იყო მაქსიმალური ხელშეწყობა სწავლა-განათლების მიღების კუთხით რა. ჩემი ბავშვობის ნაწილში კიდე დავამატებ იმას, რომ ბავშვობიდან განსაკუთრებული გულშემატკივარი ვიყავი ქართული სპორტის. დღესაც ვრჩები გულშემატკივრად და რაღაცა სპორტული ცხოვრება და ჯანსაღი ცხოვრების წესიც ალბათ გარკვეულწილად მშობლების და წინაპრების მხრიდან პოპულარიზაციის შედეგი იყო. რაც შეეხება ჩემ გოგოებს, მე ორი ფანტასტიკური გოგოს მამა გახლავართ. მე და ჩემი მეუღლეც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენ შვილებს მაქსიმალურად შევქმნათ იმის პირობები, რომ მათ იზრუნონ მომავალში საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახზე, რა თქმა უნდა, სამშობლოზე და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მიიღონ ის განათლება, აირჩიონ ის პროფესიები, რომელიც მათ უნარებს შეესაბამება მათ ცხოვრებისეულ გზაზე გამოადგებათ. იყავით პარლამენტარი, შიდა ქართლის გუბერნატორი და პლუს ამჟამად ხართ კერძო სექტორში. მე პროფესიით იურისტი ვარ, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე. შემდგომში სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაზე რიგაში. რიგაში არის ამერიკული სკოლა, საკმაოდ ესეთი პრესტიჟული, რომელიც ძალიან კარგ პროფესიონალებს ზრდის. შემდგომში იყო სხვადასხვა ტიპის გამოცდილება, მაგალითად ევროსაბჭოში აღმოჩნდი ჯერ სტაჟირებაზე, შემდგომ კონსულტანტის კონტრაქტი შემოგთავაზეს და მართლაც უნიკალური გამოცდილება იყო. ერთი ასე თქვა, საინტერესო ისტორიაც უკავშირდება ამ ყველაფერს. ბუნებრივია ის, როცა ოფიციალურ ნაწილზე გადავედით თვითონ ევროსაბჭოს საკადრო განყოფილებაში, მომიწია რაღაც გარკვეული ფორმულარების შევსება და იქ ჩემი ასაკი, როდესაც შეიტყვეს, მაშინ 21-22 წლის ვიყავი. აღმოჩნდა, რომ იმ დროისთვის ევროსაბჭოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დასაქმებული ვიყავი ევროსაბჭოს მიერ. ესეთი შტრიხები და ესეთი მომენტები ცხოვრების მანძილზე რაღაც გარკვეულ ენერგიას, დამატებით ენერგიას გმატებს. შემდგომში იყო ჰააგაში საერთაშორისო სამართლის პროფესიული კურსები და შემდგომში განათლება ისევ საქართველოში გაგრძელდა უკვე სხვა ეტაპზე. ეს უკვე ასე ვთქვათ, ჩემ სადოქტორო კურსს და სწავლებას ეხება. მოგეხსენებათ, ვარ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და მართლაც ეს კიდევ ერთი განსაკუთრებული ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში. ეხლა რაც შეეხება კარიერას, წეღანაც ვახსენე და ეხლაც გავიმეორებ, რომ სხვადასხვა ეტაპზე მონაცვლეობით საქმიანობდი როგორც კერძო სექტორში, ისე სახელმწიფო უწყებებში. ეს ორი აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული მიმართულებაა, თუმცა ამ ორივე მიმართულებას ერთი რამ აერთიანებს. საინტერესო რა. პასუხისგებლობით საქმის კეთება. პასუხისგებლობით და ასე ვთქვათ, გარკვეული მონდომებით, რუდუნებით თუ აკეთებ ამა თუ იმ საქმეს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სექტორს ემსახურები. საბოლოო ჯამში ეს მაინც სახელმწიფო საქმის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად საბოლოო ჯამში. თუმცა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სამსახური განსაკუთრებული გამოცდილებაა, განსაკუთრებული პატივიცაა იყო სახელმწიფო მოხელე და ეს ვისაც აქვს გასიგრძე განებული და ასე ვთქვათ, კარგად ესმის ეს მნიშვნელობა, ალბათ იმ ადამიანებს
უფრო მეტი შანსიც ეძლევა ამ ცხოვრებაში სახელმწიფო სამსახურში წარმატების კუთხით. როდესაც უცხო გარემოში ოპერირებ და ღებულობ განათლებას, მაშინ ალბათ ყველაზე კარგად აფასებ და გრძნობ ოჯახსაც, შენს წესჩვეულებებს, ტრადიციებს და იცი ამ დიდ გლობალურ ქსელში რით შეიძლება შეხვიდე შენ, რა სიტყვა თქვა შენ. ამის განცდა გქონდა სწავლების პროცესში. კარგია, საინტერესო საკითხია და პატარა აქცენტებს მეც გავაკეთებ ამ თემაზე. ესე იგი, მე რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიტბოთი, განსაკუთრებული სიყვარულით ვიხსენებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გატარებულ წლებს, იქ ცნობილ კორიფეებთან, ლექტორებთან ურთიერთობას, საინტერესო პროფესორებთან შეგვიძლია გავავყოთ ბატონ ლევან ალექსიძე, ეს იყო მართლაც ბრძენი ჭკვიანი, გამორჩეული ლექტორი, პროფესორი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლად. მათთან ურთიერთობით ძალიან ბევრი გამოცდილების მიღება შეიძლება ცხოვრებისეულს, რომელსაც იმ მომენტში შეიძლება ვერც იაზრებ ადამიანი, სტუდენტი და შემდგომში ამ ყველაფერს აცნობიერებ. თუნდაც მახსოვს სხვა ქვეყანაში, უცხო ქვეყანაში, როდესაც რაღაცა საერთაშორისო სამართლებრივ რაღაც საკითხებზე იყო მსჯელობა, ყველა ასე ვთქვათ, სმენელი თავის ასწრაფ აფიქსირებდა და ჩემი პოზიციამ მოწონება დაიმსახურა იმ დროს ჰააგაში ერთ-ერთი პროფესორის მხრიდან. მე პირად საუბრებში დაინტერესდა, სწავლობდი მანამდე რაღაცა მსგავსი საკითხებით და როდესაც გაიგო სწორედ ლევან ალექსიძის შესახებ, იცნობდა, აღმოჩნდა რომ იცნობდა მას და ეს მახსოვს რომ ბრძენ კაციაო, ესე მითხრა იმ ადამიანმა. შემდგომში ეს ურთიერთობები გაგრძელდა, თვითონ ამ ორ პროფესორს შორის კონტაქტის აღდგენაში მივიღე მონაწილეობა. ეს უბრალოდ ერთ-ერთი მაგალითია იმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად ძვირფასი და მნიშვნელოვანი წლებია გატარებული, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის სრულიად სხვა გამოცდილება იყო უცხოეთში სწავლის გაგრძელება. ეს არ იყო ძალიან დიდი უნივერსიტეტი. თავი აქცენტი რაზე მინდა გავაკეთო, მაპატირო გაგაწყვეტინებ. თავიდან, როდესაც ჩვენ შეხედულებები და რეაქციები იცვლება პოზიტიურისკენ, დადებითი მოვლენებისკენ და დადებითი მოვლენებით, ამას ძალიან ხშირად იმთავით ვერ ვამჩნევთ. მერე წლების გადმოსახედიდან ვაფასებ რაღაცებს და აი ის ცვლილებები, რომელიც განიცადა შენ სწავლების პროცესში, განათლება გწვლის ჩვენ. რა თქმა უნდა. განათლება გწვლის და მას აქვს უდიდესი ინსტრუმენტი, რომ თავდაყირა დააყენოს რიგი საკითხები ჩვენში და აბსოლუტურად სხვა კუთხით შევხედოთ. საერთოდ მთელი ფილოსოფია განათლებისა არის შეხედულებების და რეაქციების ცვლილება, ხო? ერთი და იგივეა მოვლენაზე, ორი ადამიანი აბსოლუტურად სხვადასხვანაირად რეაგირებენ და ეს რეაქციები ყოველთვის გამომდინარეობს განათლების საფეხურიდან გამომდინარე. რა საფეხურზე არის ადამიანი? შენ რას ფიქრობ? აი უცხოეთში სწავლა, რა შეცვალა შენში ყველაზე? აი ზუსტად ამ აქეთ მიმყავდა საუბარიც რა. უცხოეთში განათლებამ პირველ რიგში დამანახა აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა, როგორიც დამკვდა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში განათლების კუთხით. ეს არ იყო დიდი უნივერსიტეტი, სადაც სწავლობდი, მაგრამ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა იყო სტუდენტების მიმართ. მთელი უნივერსიტეტი მოტივირებული იყო, რომ სტუდენტისთვის შეექმნათ განსაკუთრებული გარემო იმისთვის, რომ სტუდენტს განათლების მისაღებად რაიმე შეფერხება არ ქონოდა. მე იქ სწავლისას მივიღე დაფინანსება, სტიპენდია, ასე ვთქვათ, და ეს კიდევ ჩემთვის რაღაც დამატებით პასუხისმგებლობას აჩენდა იმ დროსვე. და ბუნებრივია, ვცდილობდი ყოფილიყავი წარმატებული მოსწავლე, სტუდენტი. სტიპენდია რომ მიიღე, რა მაგარია? მართლაც განსაკუთრებული ემოცია იყო სტიპენდიის მომენტი.
და ამ სტიპენდიის საშუალებით ბუნებრივია ოჯახი ეხმარებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ დროს იმ სტიპენდიას, რომელსაც უნივერსიტეტი მიხვდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. რომელი წლები იყო ხარგასი? ეს იყო 2005-2006 წლები. და ამ დროს საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი რამე განათლების კუთხით დასახვეწი იყო. მე ვერ ვიტყვი, რომ შეიძლება დღესაც რა თქმა უნდა ალბათ ცნობილი უნივერსიტეტების გამოცდილება და მიღწევები გაცილებით წინ არის ვიდრე თქვათ საქართველოს უნივერსიტეტებშია, მაგრამ მაშინ კიდევ უფრო დიდი სხვაობა იყო. იმ პერიოდში თუნდაც ის მიდგომები, რომელიც მე დამხვდა უნივერსიტეტში, უცხოეთში, რადიკალურად განსხვავდებოდა ქართული უნივერსიტეტის მიდგომებისგან. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, მთელი უნივერსიტეტი იყო მობილიზებული იმისთვის, რომ იქ სასწავლებლად მისულ სტუდენტს ყველა პირობა და გარემო ჰქონოდა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მიიღო უნივერსიტეტისგან. ჩვენთან კიდევ სხვა ტიპის პრობლემებთან უწევდათ სტუდენტებს. დღემდე არის სხვაობა. კი, რა თქმა უნდა, დღემდე არის ეს სხვაობა. ხომ არ იყო პოლიტიკიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი პოლარიზებული გარემო? კი ბატონო, მე ცალკე შენთვის ეს კითხვა არ დამისვენებს კამერების მიღმა და ჟურნალისტურად მოგეკეცი კამერების წინ გეკითხები ამას. ესე იგი, დაახლოებით 5-6 წელი შეიძლება ითქვას, ვიყავი ქართულ პოლიტიკაში, ვიყავი სხვადასხვა პოზიციაზე, გამოყოფდი ალბათ ჩემთვის განსაკუთრებულად, ასე ვთქვათ, აქტიურ პერიოდს, როდესაც ვიყავი შიდა ქართლის გუბერნატორი. ეს იყო პოლიტიკური თანამდებობა, მართლაც ცხოვრებისეულად ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემთვის. და იმ პერიოდში მე ვიცი, რომ ძალიან კარგად დაამახსოვრეთ ადამიანებს თავი. მე ახლა ცოტა ხერხულია კამერების წინ რომ ამას გეუბნებით. ერთ-ერთი მაგალითად ჩემი მეგობარი თეონა ცირამოა, გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელმაც ისეთი აღფრთოვანებით მელაპარაკა თქვენზე, რომ ძალიან სასიამოვნო სტუმარი ყავს, დღეს ამას მინიმუმ მივხვდი. მადლობა ქალბატონ თეონასაც თქვენს ამ შეფასებისთვის. სიმართლე გითხრათ, მართლაც ბევრს ვცდილობდი, რომ სასიკეთო ცვლილებები გამეკეთებინა რეგიონში და ყოფილიყავი ბევრი საინტერესო პროექტის და ინიციატივის ავტორი და განმახორციელებელი. ჩემთვის იმ დროს ის საქმიანობა, რომელსაც გუბერნატორად საქმიანობა ერქვა, განსაკუთრებული პატივიც იყო. წეგან ჩვენ საუბრობდით წინაპრებზე, მშობლებზე. ეს პასუხისმგებლობა თან გახდა. რა თქმა უნდა. ვიცი, ოჯახი ძალიან შემდგარი ოჯახი იყო, მოღვაწეობდა ყველა შენი ოჯახის წევრები და მოღვაწეობენ დღემდე. შესაბამისად ამ პასუხისმგებლობას გრძნობდი. შენი რეგიონი იყო. ეს იყო განმაპირობებელი ფაქტორი იმის, რომ ერთი დავთანხმდი ამ შემოთავაზებას, ეგ ერთი ნაწილი და მეორეს მხრივ ყველა გადაწყვეტილების უკან გარკვეულწილად ვხედავდი საზოგადოების დამოკიდებულებას და ჩემი მხრიდან პასუხისმგებლობას ჩემ უშუალოდ ოჯახის წევრების მიმართაც მათ შორის. არ შემეძლო, არ მქონდა უფლება რაიმე, ასე ვთქვათ, ზერელე გადაწყვეტილება მიმიღო რამესთან დაკავშირებით. უბრალოდ მე ვინც მიცნობს, ყველა იცის, რომ ყველაფრისად მიმიყვარს ძირფესვიანად მიდგომა, ისე საქმის სრულად შესწავლა, საფუძვლიანი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ამის გარდა ამას ემატებოდა ემოციური ბმაც ჩემი რეგიონთან, ჩემი ოჯახთან და ასე შემდეგ. შესაბამისად, შემდგომში იყო, ასე ვთქვათ, გუბერნატორის პოზიციიდან გადავინაცვლე პარლამენტში. რამოდენიმე წელი ვიყავი პარლამენტშიც, რა თქმა უნდა, აქტიური პოლიტიკა იქნება პარლამენტში, ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. თუმცა უნდა ითქვას, რომ მართლაც ზედმეტად პოლარიზებულია საზოგადოება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგადად მთელი მსოფლიო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის ჩვენი რეგიონიც განსაკუთრებულად, ასე ვთქვათ, რთულ რეჟიმში უწევს ცხოვრება და ეს გამოწვევები ალბათ საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა ერთად უნდა გადალახონ წარმატებით. იმიტომ რომ დღეს ის განხეთქილება, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, აფერხებს მთლიანად ქვეყანას, აფერხებს ქვეყნის წინ გადასადგმელ ნაბიჯებს
და ჩვენ ხედავთ, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება. დღეს მსოფლიო საზოგადოებას სულ სხვა ინიციატივები აქვს, სულ სხვა გამოწვევები აქვს და ჩვენ თუ მთელ ენერგიას დავხარჯავთ იმაზე, რომ რაღაცა ერთი პოლიტიკური ჯგუფი რა ტიპის დაპირისპირებას უწყობს მეორეს და მხოლოდ ამით იქნება საზოგადოება დაკავებული, ეს საბოლოო ჯამში გამოიწვევს ჩამორჩენას იმ პროცესებისადმი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში ხდება და იმ განვითარების ასე ვთქვათ, საფეხურზე მისვლას, რომელიც დღეს ჩვენს გარშემო არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რეგიონი ძალიან რთული გვაქვს. ეს მოცემულობა, ამას ვერ გავექცევით, მაგრამ აუცილებლად საზოგადოების მხრიდან უნდა იყოს გარკვეული დათმობები. ჩვენ ახლა ყველა ვიცით, რომ ცხოვრება რაღაცა არ არის მარტივი, არის ბევრი გამოწვევები, რა თქმა უნდა, ეს გაათმაგებული ფორმით და სიმძაფრით ხდება პოლიტიკაშიც, მაგრამ მაინც ალბათ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უფრო მეტად გონივრული ნაბიჯებია გადასადგმელი ყველა მხრიდან. ესე იგი, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს იმყოფები სტუმრად ბათუმში არ შემიძლია არ დავაკავშირო შენი კერძო სექტორში გადასვლა და პლუს ის ეკოლოგიური საკითხი, რომელიც შენ საქმიანობასთან ილინქება პირდაპირ. სხვათა შორის ამ გუშინ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე უყურებდი გადაცემას, სადაც იყო აქტიურად საუბარი ტყუის შემცველობაზე და ჩემი ფიზიკური აქტივობის შესახებ თელმა ქალაქმა იცის, დღეში რამდენიმე კილომეტრს გავდივარ, ამის რამდენიმე ათეულს ფეხით და სულ მაღელებს ხოლმე ეს საკითხი და შენი ახლანდელი ამჟამინდელი საქმიანობა უკავშირდება სწორედ თანდათანობით აი ამ სხვადასხვა უფრო მაღალი დონის ეკოლოგიურ პლატფორმაზე გადასვლას. მინდა რომ ესაუბრო ცოტა ამის შესახებ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ თლაც სტუმრად უკვე აღარ ვგრძნობ ბათუმში. ხო, ბათუმელი ხარ, კაი. დაახლოებით 2 წელი აქტიურად ხო, საქმიანობიდან გამომდინარე, თავისთავად. დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ბათუმურ ცხოვრებასთან მქონდა კვეთა. მართლაც ისე განსაკუთრებულად ლამაზი, გემრიელი ქალაქია. უნდა ითქვას, რომ ბათუმელებმაც ძალიან დიდი სიყვარულით მიმიღეს, მე როგორც მეგობრები გაგიჩნდა. არა ბათუმელი, კი, რა თქმა უნდა, მეგობრები გამიჩნდა. ბათუმთან რაღაც ბავშვობიდან ბუნებრივია, რაღაც მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებდა, მაგრამ დღეს ბათუმი კიდე სხვანაირად შემიყვარდა, განსაკუთრებულად გამორჩეული ქალაქი. ალბათ რეალურად რო დავფიქრდეთ, დედაქალაქის გარდა, სადაც ადამიანს შეიძლება კონდეს კარგი გარემო საცხოვრებლად, არის ბათუმი. ნამდვილად ესეთი ქალაქი და განსაკუთრებული ჩემი პატივისცემა ბათუმს და ბათუმელებს. ხო, თუმცა მე მაინც მომხრევარ იდეით, რომ აღმოაჩინოთ მთელი საქართველო. კი, რა თქმა უნდა. და მართლა აღმოჩენილი გვაქვს, იმდენი სილამაზეები გვაქვს. კი, ნამდვილად. გიგი, საქმიანობა, რომელსაც ამჟამად ეწევი, პლუს ერთ-ერთი საქმიანობა, რეალურად აქვს მომავალი. საუბარი მაქვს, თუ არ ვცდები ელექტრომანქანების, ავტომობილების სატენებზე, რეალურად რას ფიქრობ, როდის დადგება ეტაპი, როდესაც ჩვენთან მაქსიმალურ ზღვარზე მივალთ, როდესაც იქნება ელექტრომობილები. არ ვიცი, რამდენად სწორად ვამბობ, მაგრამ კი, სწორად ამბობთ. ესე იგი, ზოგადად დღეს მთელ მსოფლიოში არის ტენდენცია. ხდება მთელ მსოფლიოში ამ მიმართულებით. ტენდენცია. ზოგადად ეს სექტორი ძალიან აქტიურად ვითარდება. ვითარდება როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, მთელ მსოფლიოში ჭრილში ვამბობ. და საკმაოდ სწრაფი ტემპით. ჩვენთან ეს მიმართულება, ელექტრომობილების მიმართულება, ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა სამწუხაროდ, მაგრამ ჩემთვისაც მაგალითად ამ სექტორში, ამ ბიზნესში საქმიანობის კუთხით ორმაგი მოტივაცია, ერთი რა თქმა უნდა წარმატებული ბიზნეს მოდელის შექმნა და მეორეს მხრივ ეს საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება ჩვენი გარემოს გაუმჯობესებაზე, ეკოლოგიური კუთხით. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი დაავადების გამომწვევი მიზეზი არის გამონაბოლქვი, დაბინძურებული გარემო და ეს პირდაპირ არის გამოწვეული
ავტომობილების გამონაბოლქვით და სწორედ ამ სექტორის განვითარება, სადაც ჩვენ ახალი პროექტი დავიწყეთ, შეიძლება ითქვას სტარტაპია ფაქტურად, კომპანია მარტივის საქმიანობა, პირდაპირ ხელს შეუწყობს გარემოს გაჯანსაღებას. ჩვენი საქმიანობაც ისეთია ხელშეწყობა გაქვთ. იცი საინტერესო რა არის მაპატია? მე ახლა რამდენიმე კითხვა მიჩნდება პარალელურად. კი, დავსვათ ყველაფერი, მზად ვარ ყველაფერს სასაუბრად. საინტერესო არის იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც არის მით უმეტეს სტარტაპი, ეს უკვე გარკვეულწილად არის კავშირში ექსპერიმენტთან, არის ზუსტად საბოლოო ჯამში რა გამოა და ამის პარალელურად როდესაც ამ საქმე გადაწყვიტეთ, ეს საქმიანობა გააკეთებთ, არსებობდა გარკვეული კვლევები, აი მაგალითად იცით რაოდენობრივად რამდენი მანქანაა საქართველოში ელექტრონული. რაღაცაზე დაყრდნობით ხო გააკეთეთ. თუ ძირითადად მაინც იყო რისკი ამ თვალსაზრისით. დღეს საქართველოს სამწუხაროდ ციფრები საკმაოდ დაბალი გვაქვს, მაგრამ ამის განმაპირობებელი გარემოება შეიძლება ისიც იყოს, რომ ელექტრომობილების ასე ვთქვათ შემძენ და დაინტერესებულ პირებს გარკვეულ საფრთხეებს ხედავდნენ იმისთვის, რომ თუ სან დატენოს მანქანა და ასე შემდეგ. ანუ სერვისი არ იყო მარტივად. სერვისი არ იყო დახვეწილი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ კომპანიის დამფუძნებელი, სადაც მე ვსაქმიანობ, ბატონი დიდო აბდუშელიშვილი, არის ადამიანი, რომელიც ამ საკითხით დაკავებულია დიდი ხანია. მას სხვა უფრო მასშტაბური გეგმებიც ჰქონდა ელექტრომობილების საქართველოს მშენებლობასთან დაკავშირებით, ეს ამ ეტაპზე ვერ განხორციელდა, მაგრამ ჩვენი სექტორის განვითარებისთვის მას ძალიან ბევრი სარისკო გადაწყვეტილება აქვს მიღებული და ამ გადაწყვეტილებების განმაპირობებელი ფაქტორი ყოველთვის იყო საზოგადოებაზე ზრუნვაც, ეკოლოგიაზე ზრუნვაც. და ვფიქრობ, რომ ეხლა სწორი დროა იმისთვის, რომ ეს სექტორი განვითარდეს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში სახელმწიფოსთან თანამშრომლობთ, სახელმწიფო თავის პოზიტიურ როლს ასრულებს ამაში. აი, უმნიშვნელოვანესი არ შემიძლია რომ არ ჩავწრა კითხვა და არ შემოვიდე კითხვით. სახელმწიფოს პოლიტიკა როგორია? თუ ჯერჯერობით ესეთი გამართული პოლიტიკა არ არსებობს? რო გითხრათ, რომ რაიმე სამართლებრივად რაღაცა გარკვეული რამე დიდი კონცეფცია არსებობდეს ამ კუთხით ეს არ არის, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სახელმწიფომ პოზიტიური როლი შეასრულა ზოგადად ამ მიმართულების წამახალისებელი გარკვეული ეტაპი კომპანია მარტივთან ერთად სახელმწიფო უფასოდ სთავაზობდა ამ შემთხვევაში დედაქალაქში მომხმარებლებს მანქანის დატენვის საშუალებას. ეს იყო მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, გამოხატულება იმის, რომ ეს საკითხი წახალისებულიყო, რაც შეიძლება უფრო მეტ ადამიანს შეეძინა ელექტრომობილი. თვითონ კომპანია მარტივის უშუალო გეგმებს რაც შეეხება, გეტყვით, რომ წლის ბოლომდე დედაქალაქში გვექნება 132 სწრაფი დამტენი. ეს ნიშნავს, რომ დღეს გამოწვევა, რაც კი არსებობს ამ კუთხით, სულ ცოტა დედაქალაქის ჭრილში 100%-ით იქნება მოგვარებული. ანუ მიწოდება სერვისის იქნება ალბათ იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლება დღეს მოთხოვნა იყოს ქართულ ბაზარზე. მაგრამ ჩვენი კომპანიის გეგმები არ შემოიფარგლება მხოლოდ დედაქალაქით, ჩვენ ვაპირებთ სხვა რეგიონებშიც გასვლასაც. პირველი ამ კუთხით იქნება ბათუმი. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე და ასევე კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე ძალიან მალე კომპანია მარტივი წარმოდგენილი იქნება ბათუმშიც. ჩვენს უკან არის შენობა, რომელიც ალბათ მთელი საბჭოთა ბავშვების მოგონება, რაღაც ჩვენი ბავშვობაა ეს და ავტომატურად ინსპირირებას იწვევს კითხვისას, რომ ყავს ორი შვილი და ძალიან ხშირად ბავშვები მიდიან ევროპაში განათლების მისაღებად, მე ძალიან უჭირთ ამ გარემოში დაბრუნება, თუმცა არიან ბავშვები, რომლებიც რაღაცა სხვა იმპულსებით არიან და ბრუნდებიან თავიანთ ქვეყანაში და აგრძელებენ მოღვაწეობას, საქმიანობას, მოღვაწეობას წინასწარ განათლებას საქმიანობას. ცოტა ხმა მაღალი ნათქვამი. ხშირად ფიქრობ ხოლმე შვილების მომავალზე, ან როგორ ქვეყანაში ცხოვრობენ, ან როგორ შეიცხოვრებენ, რას ფიქრობ? რა თქმა უნდა, ფიქრობ და ჩემი საქმიანობის თანდები ფიქრიც ყოველთვის იყო შვილებზე და მომავალ თაობებზე ზრუნვა.
ეს მათი გადასაწყვეტი იქნება, სად მიიღებენ განათლებას, და სად იცხოვრებენ. და თუ მიიღებენ უცხოეთში, მე რა თქმა უნდა მივესალმები ამას და ასევე მათი გადასაწყვეტი იქნება, სად გააგრძელებენ ამ მიღებული ცოდნის, ასე ვთქვათ, რეალიზებას. მაგრამ მე მაგალითად ჩემი ცხოვრების განმავლობაში мотиваცია ყოველთვის უფრო მეტი მქონდა საქართველოში საქმიანობის კუთხით და ვისურვებდი რომ ჩემი შვილებმაც თუ მიიღებენ უკეთეს განათლებას უცხოეთში, ალბათ ის განათლება მოახმარონ ჩვენსავე სამშობლოს. და ასევე მნიშვნელოვანი კითხვაა გადაცემის მიწურულს ძალიან ხშირად ქართველებს ალბათ არა მხოლოდ ქართველებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თვისება ჩვენ ქართველებს ხანდახან მგონია მხოლოდ ქართული, შინამდე ზოგად საკაცობრიო სეპარაცია შვილებთან. ორი ქალიშვილი ყავს და სულ ფიქრობ რომ თანამედროვე ქართველებმა ვინც ახლა ვართ, უნდა შევძდოთ შვილებთან სეპარაცია და მივცეთ, ანუ მოვამზადოთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და იმისთვის რომ მათ ამ პროცესისგან მიიღო ძალიან დიდი სიამოვნება. მე სულ ვამბობ, რომ ჩვენ ძალიან გვეშინია, რაღაც იყო თაობები, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ, იღლებოდნენ იმით, რომ იყვნენ ზრდასრულები. ჩვენ ყოველთვის მივხვდებით ჩვენს ბავშვობას. არა და ზრდასრულობა არის საოცნებო რამ. პირიქით ძალიან მაგარია, როდესაც შენ გეკუთვნის შენი თავი და შენი ცხოვრება შედგება ძირითადად შენი გადაწყვეტილებებისგან. აი ამ დამოუკიდებლობისთვის ამზადებ გიგი შვილებს. რა თქმა უნდა, ერთი რომ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე აქტიურად ვერ ვიყავი ჩართული ბავშვების აღზრდაში და მათ ყოველდღიურ საქმიანობაში. ერთი ესეთი საინტერესო მომენტიც მახსოვს, სახალხო გადაცემა იყო პოლიტიკოსების შვილებზე რაღაცა და ჩემი გოგოებიც რაღაცა ფრაგმენტულ მონაწილეობას იღებდნენ ამ გადაცემაში და კითხვა იყო ესეთი, რომ რატო გიყვართ ახალი წელი ბავშვებს კითხეს და ბარბარე მოუპასუხა, რომ განსაკუთრებით იმიტომ, რომ მამაც ჩვენთან არის ყოველთვის ახალ წელსო რა და ეს მომენტი მართლა ის იყო, ზეგავლენა მოახდინა ჩემზეც და მას მერე ნამდვილად არც მანამდე ვაკლებდი რა თქმა უნდა ზრუნვას, მაგრამ ხო, მაგრამ მოусმინე ესე იგი. ხო, ამ მომენტმა გარკვეული ზეგავლენაც მოახდინა ჩემ შემდგომ საქმიანობაზეც და მართლაც აქტიურად ვარ ჩართული ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მათთვის ის გარემო იყოს შექმნილი, სადაც მათ სწორი განვითარების საშუალება ექნებათ. ამაზე ყველაფერს ამისთვის ბევრს შრომობ მეც და ჩემი ოჯახის სხვა წევრებიც და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მიზნად ისახავს, რომ ჩემი შვილები და ზოგადად ახალგაზრდები ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად, მიიღონ ის განათლება, რომელიც შემდგომში წაადგება საზოგადოებას და რა თქმა უნდა ბავშვობის ეტაპზე ისინი ამ დეტალებს ვერ ხედავენ. არც მე არ ვცდილობ რომ რაღაცა ვარდისფერი სათვალით ყურებას მივაჩვიო, რა თქმა უნდა. ცხოვრება თან ისეთი სიურპრიზებს თავაზობს ყველას სხვადასხვა ეტაპზე, რომ მათაც მოუწევთ გარკვეულ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან შეჭიდება და მაქსიმალურად მეც ვცდილობ რომ ისინი მომზადებულები შეხვდნენ ამ გამოწვევას და შესაბამისად გვინდა ალბათ ყველა მოქალაქის სურვილიც არის ესეთი, რომ შვილი კიდევ უფრო წარმატებული იყოს. ამისთვის მე ყველაფერს ვაკეთებ და ყველანაირ პლატფორმას ვქნი იმისთვის, რომ ისინი არა მარტო თავისთვის იყვნენ წარმატებულები, არამედ საზოგადოებისთვის. მე გისურვებდი და უსურვებდი ჩემს თავს ასევე, რომ სხვა დროს შევხვდეთ კიდევ ობიექტების, პროექტის ობიექტების წინ და უფრო სუფთა ეკოლოგიურ გარემოში და უფრო მშვიდ, დემოკრატიულ და ჯანსაღ ქვეყანაში. აუცილებლად. მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა. ასევე მადლობა. წარმატებები. მადლობა.